ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლოკიანში მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების პროგრამის ფარგლებში მინი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. ხელოვნურ-საფარიანის საფეხბურთო მოედანზე მოეწყობა მაყურებლისთვის განკუთვნილი სივრცე. პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 110,000 ლარს შეადგენს. სოფელ ბოლოკიანში მიმდინარეობს ხელოვნურ-საფარიანის სტადიონის მოწყობა, რომელიც სოფლის მოსახლეობის მოთხოვნით კეთდება. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს ჩვენს მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობისაგან გამოეყო 362,000 ლარი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის განვითარების პროგრამის ფარგლებში და ამ პროგრამის ფარგლებში მოხდა ამ პროექტის დაფინანსება. ასევე ანალოგიური პროგრამით და იგივე დაფინანსებით ხორციელდება სოფელ ბებურიანში ხელოვნურ-საფარიანის სტადიონის მოწყობა და სოფელ აფენისა და ლელიანის ბაღებში საბავშვო სივრცეები მოვაწყვეთ. ახალგაზრდა რომ ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრონ, აუცილებელი იყო ამის გაკეთება ჩვენი სოფლის ახალგაზრდებისთვის. ეხლა ხარისხით, რასაც უყურებთ, კარგი ხარისხით კეთდება მართლა, რომ ყოველდღე გამოვდივართ თითქმის და უყურებთ კეთდება ხარისხიანი.